მეგობრებო, მე კი მოვდივარ, მაგრამ გამარჯობა, მე და ჯოხი. ჯოხი მივაყუდოთ. ხო არა ჩანს, არა. გამარჯობა ხო გითხართ. დაჯდანა და სკამდი. ვაიმეს ნუ ამბობო, რამდენჯერ მაფრთხილებენ ხალხო, რაც იქავა, რა ქვია, YouTube-ზე მაგას მეუბნებით, მაგრამ არ შემდის თავში. ანუ, ჩემი ბრალი არ არის. ჩვეულებარ ჯულზე უტკიცესია. არა ვართ სწორედ. თქვენ კი ხართ სწორედ და მე არა ვარ სწორედ, აყირავებული ვარ ძალიანი. რა ვქნა ხალხო, რა ვქნა, ცოტა დავწევრო. აჰა. არ მითხრათ ეხლა არავითარ გაასწორე და მოდიო, მაგაზეც მადლობელი ვარ საერთოდ რომ მოვდი. უი! Noche! Qoila თავყვირი ვარ ხალხო. ისე უნდა მიავებებყო. ისინი უკეთია და დაცული ნაუშნიკები და არაფერს არ გაიგებს, ვერ გაიგებს უფრო სწორედ და მაცათით. Stavo gridando ma niente. იმას არ ესმის, კარგად არ იყოხტას და მე კიდე მესმის და მაწუხებს იმისი მუსიკა. მე კი არ მაწუხებს, YouTube-ს აწუხებს. დაჯდანა და არაფერი დააშაო თან, მოვედი. და რატო მოვედი? ეს არა მქონდა დაგეგმილი, აი ესე მოვედი ჰაერში, რომ იტყვიან ესა უცებ. პირველ რიგში სანამ დავავიწყდება და ჩემებურად რაღაცას გადავებმევი და გადმოვებმევი და ჰაი-ჰუიზე წავალ, ესა სიმღერა დადო, მაგიტო მოვედი, რომ გაგაგონოთ ახალი ამბავი, ვისაც მოგდით შეტყობინება მოგდით, უკვე კომენტარებიც იწერება და გაგიჟებული კითხულობს და მათ არ გმნინებს და ვისაც არა კიდე და მე გეუბნებით, რომ არ ვიცოდი თუ უნდა დაედო. ნანა მოდი რა არ გავიდეთ დღესო, თუ არ გეწყინებაო, თუ გინდაო შენო, ჩადიო ბარშიო, ყავადალე და ჰაერი ჩაისუნთქეო. არ მინდა მეუთხარი მეც სახში ვიქნები მეთქი. დილას კარგად ვიჭენავე მეც და ესა არ გავიდეთო. დაიღალა დღეს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე იყო დილიდან და კარგად დიდი დრო იყო იქ, მოკლედ სავატყობოში მე არ წავსულ ვარ, ჩვენი ბიჭი ეგთანი გაყვა. ხო და რის თქმა მინდა გამოვედი ჩემი ოთახიდან, ანუ პატარა ოთახი რო გვაქვს, დედაჩემის ოთახს რო ვეძახი. ხო და ვნახოთ და სიმღერა დაუდია უკვე ახალი სიმღერა და მეუთხარი მივალ პატარა ვიდეოში ჩავწერ და ხალხს მეთქი ჩემებს ვეთყვი რომ სიმღერა დაიდო და გაადაბძანდით მეგობრულად და მოусმინეთ და გაახარეთ. ხო, აი ეგ მინდოდა მეთქვა. რეკლამას ვუკეთებ, ჩემს თუ არ გავუკეთე რეკლამა, კოლაბორაცია, იუთუბერების კოლაბორაცია ქვია მაგას. ლელა წერს მესიჯებს და შემოხტის მესიჯები. კარგი. მოვედი, ეხლა ჩემთვის ვიცინი ვარ. ჩემთვის. არაფერი არ გამიკეთებია სპეციალურად ესა. ჟაკეტი მეცვა. ეს ფინჯანი დილით ვიყენებ ამის მეგობარ ფინჯანს ხოლმე, ლელას ფინჯანს როცა მარტო ყავასავსო და როცა რძესავსო ამის მეგობარი ვარდისფერი, რომელიც ნათიამ და ვერომ მაჩუქეს. ეს ნინოს პადარკა ფიქრიას ყველი. ხო და ყავა შიგნით ასხია ლელას გამოგზავნილი ჩერი ყავა, ჩერი თუ შერი თუ რავი როგორიც არის თქვენ იცით რავი ჩემ დროს არ იყო ეხლა. ხო და ის გავხსენი თეთრი შერის პაკეტი და პაჭკა თუ რავი როგორც აქვია და ყავა არის კიდე ლელასი და ჩემთვის ეხლა რომ ვალაგებდი მომქონდა სათითაოთ ხო ერთი ხელი ხო მაქვს, მეორე არა მაქვს და ესა ერთი ხელი მაქვს და სამი ფეხი ხო და მომქონდა და თან მეცინებოდა რომ ყველა ეს ჩემი საჩუქრებს მიგზავნიან თქო ყველა აქ ამყავს. ეგ მინდოდა მეთქვა, მოვფერებოდი. მართლა ჩემ გულში ასე ვეფერები ხოლმე. ეხა ჩემი საყვარელი კომბინაცია რა არის? ყველი, ხო მოუკვდე ყველის ჭამით, მაგრამ ეგ სხვა თემა. დღეს რა გავაკეთე სანამ დავავიწყებ ეგეც უნდა გითხრათ. შილა გავაკეთე. ცოტა ძალიან მარტო ჩემთვის შილა იმისი ინდაურით. ხო და
კარგად პილპილი მივეცი. ხო და მამაჩემ აიცოდა ასეთი თქვა მივეცი, პაპაჩემაც ორები იყვნენ მამა და პაპა. ხო და ვინც არის და ჩვენთან ჯვარი წერია ყველას და სუფრებზე გასვენების სუფრა, ჭირის სუფრაზე ხო შილა ვიცით ჩვენ და რა ბევრმა ალბათ არ ვიცი ვინ იცის და ჩვენკენ ვიცით ყველის მოყრა შილაზე ყველა თავიდანვე შემოვინახავთ ხოლმე პატარა ნაჭერ ყველს განსაკუთრებით თუშური ყველი და შილაზე ვაყრით ვაფხუნით თუ როგორ ვთქვა არ ვიცი შილას უნდა მოაფხონა თუშური ყველი და ეგ არის ოჰოჰოჰო ხო და ეგ მივირთვი დღეს სადილად შილა მარტო ის არ არის რომ მიცვალებულზე ჩვენ სახლში და ჩემი მაგალითად ქათმითაც ხშირად აკეთებდა ხოლმე და სოკოთიც თალენგემრიელი ყავა არის ეს არის რაც არის ხო გითხარით შერიოთ შენ ხო და ეხლა ჩემი ყველაზე საუკეთესო კომბინაცია ყავასთან არის ყველი ზოგისთვის შეიძლება კატასტროფა აქ მაგალითად იტალიაში ეგ რო ვინმეს უთხრა აი იქიდან ჩამოვარდება და რა ქვია აქამაკ მე ეს კუბიკებად რომელი დავჭერი ეს არის იმერული ყველი და აქეთ არის სულგუნი ნახოთ რომელიმე სიამოვნება ხო და ჭამა კი არ უნდა გიყვარდეს ეხლა იმიტომ რომ ჭამა არა გურმანი უნდა იყო ხუმრობა ამას რა თქმა უნდა ხო და ეხლა ვნახოთ სულგუნი მე პირველად რომ მითხრეს რომ საზამთროვო ყველი და პურიო რა სამოთ უკვე დიდი ვიყავი კაცო რა ვიცი არასდროს არ გამეგონა ეგეთი რამე მეზობლებმა მითხრეს ახმეტაში და საზამთრო და ყველი და პური რა საბო მე ვთხარი რას ქვია საზამთრო და ყველი და ყველის რა უნდა რატო მე ერთმა მეზობელმა მითხრა ჩაისო ტკბილ ჩაის ყველი და პური ხო სვავო კი მეთქი ხო და იგივე ვარიანტია ოღონდ გავსინჯე და იმის შემდეგ ჩემი უსაყვარლესი საკვები არის პური არა მაგრამ საზამთრო და ყველი და აკაური რა აქ არიან ალბანელები ისინიც ესე ჭამენ ზაფხული ბევრისგან გამიგონია ალბანელებისგან რომ ზაფხული რომ მოვა სადილი აღარ გვინდაო საზამთრო პური და ყველიო კარგ ეგ მორჩი ეგ საუბარი იმერული ჯობია ვიდრე სულგუნი ყავასთან დავასკვენი ცოტაღანი ვინეტარებ არ მიყვარს თან რომ იცოხნები და თან ისაუბრო და ეხლა გადავკლაპავ და ვისაუბრებ გებრიელესია აბატონე მორჩი აღარ მივირდი მე დაგზოგავთ ხო და რის თქმა მინდოდა იმის თქმა მინდოდა რომ კეცები ჯერ ხელი არ დამიდია ჯერ ძიების იმაში ვარ როგორ ვთქვა ერთი კომენტარი დაიწერა რომ მეო გაზზე დავდგიო კეციო და გაიბზარაო კომენტარი დაიწერა რომ გაზეო ჩვეულებრივო ვაკეთებთო გაზეო ერთმანეთს უცვალეო ერთმანეთზე დაადგიო და გადაატრიალიო და გამოვაო მე სხვა კომენტარში როცა დაიწერა გამებზარაო გაზეო ღუმელში კარგი გამოდისო მოკლედ ალბათ გაზი ძალიან ნელა-ნელა უნდა გააცხელო იმისი დაბალ ცეცხლზე რა და არ გასყდება ნუ ვნახოთ რა მე გავაკეთებ აუცილებლად ვნახოთ ხვალე ვერა ალბათ იმიტომ რომ ხვალე დილით უნდა მოვიდეს დამხმარე აი საგიჟეთი იქნება გუშინ ორი ტომარა აი ესეთები
გუშინ ინოჩენტე სამღერლად იყო წასული, მე სახში ვიყავი და 2 ტომარა კარებში დავახვედრე, ჩაიტანე, მეთქი გუშინ იყო ეგნაგავი. ჩემი რაღაცები. ტანსაცმელები და ჩანთები და ჰაიდა ხოა ძველები. ხოდა ნაყიდობების ვიდეო ჯერ ისე ვერ გამოგდის, ვერანაირად, არა და კაბები კი გადმოვალაგე და ერთ ადგილზე დავალაგე, რომ მეთქი მოვამზადო, რასაც გავაკეთებ ვიდეოს, მაგრამ ვერა, ეხლა სხვა გეგმა მაქვს. ხოდა, მოკლედ და კონკრეტულად ხვალე დილით დაალაგება გვაქვს სახლისა. საღამოთი 6-ის ნახევარზე უნდა ვიყოთ ინოჩენტე როზონის ნემსებს იკეთებს იქა. და ხვალე მოკლედ ძალიან გუშინ გქონდა ძალიან დატვირთული დღე, გუშინ თუ გუშინ წინ. რა დღეა ხალხო? გუშინ წინ, 4 შაბათს. 4 შაბათს გქონდა, აი ძალიან დატვირთული დღე. ხო, 5 შაბათს წავედი ბარგზე, ეხლა თავში ამერია ყველაფერი. 4 შაბათს დილით ჯერ წავედით იქა საყიდლებზე, ხილბოსტნის საყიდლებზე. იქიდან წავედით ძალიან დიდი დისკაუნტია ქალაქ გარეთ და იქა თან ერთანი ბიჭის თაგვახლდა მაგ ამბებზე. იქ წავედით. მერე აქ ახლო გადავედით, ცოტა რაღაცები აქ ავიმატე. როგორც კი ავდექით სადილის მერე მოსვენებიდან ვავდექით, წავედით მეორე ქალაქში სხვა დისკაუნტში. იქაც ჩემი ქმარი დაუბრუნდა იოგურტის მირთმევას ყოველ დღე და კარგი იოგურტი ლაქტოზას გარეშე იქ იყიდება და იქ წავედით. ნუ სხვა რაღაცებიც ვიყიდე, კარაქი და რაღაცები მოცარელა. ხო და მე ვთხარი ძალიან დიდი ფულის ხარჯვა იყო დღეს მეთქი. იცინო და ეხლა ნუ გადახარჯა 2 დღე და განეიტრალდებაო. მოკლედ და კონკრეტულად ძალიან დატვირთული კვირა გქონდა, გვაქვს ჯერ კიდევ ხვალეც. და იმის თქმა მინდა რომ ვიდეოს ვერ ჩავწერ ხვალე და ეხლა მოვედი და ეხლა რა მინდა, რას მინდა ვუპასუხო. ერთი კომენტარი დაიწერა რომ თუ ისო ერთი რა გრძნობა არისო. ნუ ეხლა ზუსტად არ მახსოვნება ზეპირად კომენტარი არ მომიწერია, მაგრამ აზრი და შინაარსი ეგ არის რომ რა გრძნობა იქნებაო, იყოვო როდესაცო უცხოელზე თხოვდებოდიო და აცნობიერებდი თუ, ნუ იცოდი თუ როგორც არის რა, არა გიფიქრია რომ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდი და აღარ დაბრუნდებოდიო. და დავფიქრდი, გავქადირო შესაძაც უთარგმნე. ნანა, მითხრა სიმართლე უპასუხე. სიმართლეს კი უპასუხებ მეთქი მე ვთხარი, მაგრამ ავატრიალებ ეხლა იმ პერიოდს ჩემ თავში. და მინდა რომ ვუპასუხო გულახდილად და თანაც კიდე ჩემ თავთანაც გავერკვევი ალბათ უფრო რა. ერთია როდესაც ფიქრობ და მეორეა როდესაც ხმა მაღლა გადმოსცემ რაღაცას. ეხლა უყურე რა ხდება. ჩემი ამბავი რომ იყო ისე მაგას ბევრი ვინც იტალიელზე გათხოვდა, ნუ ბევრი არა, მაგრამ ერთი ახმეტელიც და რამდენიმე კი ვიცი რომ იქ წავიდნენ საცხოვრებლად და წაიყვანეს მეუღლეებით და იქაც ცხოვრობენ ბედნიერად. იქ, თქვენთან, საქართველოში. ჩემი მოგიხსენებათ ძვრა არა აქვს. ამჯერადაც და არც ექნება არანაირად, იმიტომ რომ სასწაული დისკომფორტი აქვს უცხო ადგილებისა და მით უმეტეს როდესაც ენა არ მესმის იქ ვერანაირად ვერ წარმომიდგენია ცხოვრებაო. ნუ კაი, გავიგოთ, ყველას ხო უნდა გავუგოთ ჩვენ, გავუგოთ. ის რომ ვერ ჩამოვდივართ სტუმრად და ამდენი ხანი კი მომავალწეს და ხო და კი და მოვიკრეფავ ძალღონეს და შიში რო აქვს ფრენისა და რა ქვია ფრენის ხობიას ხალხო. და ვერც ეგ ვერ გამოვიდა აქამდე და არ ვიცი როგორ ნუ ეგ ჩავლილი ამბავია ეს არ ვერ წამოვა რა რანაირად ჩემი ძმა კი მეუბნებოდა დაათვრე და წაიყვანე კალო და არასოდეს და რანაირად დავათრო იმას ვეუბნებოდი რომ წამლებს და გალეინებ მეთქი სამგზავრო წამლებს ადუნებს აწყნარებს და იქნება და არაო მოკლედ თუ მე ჩამოვედი მარტოკა როგორღაც მოხდა არ ვიცი ნახოთ წინასწარ ხო ვერაფერს ვერ დავგეგმავ და ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვარ და მე აღარ ადამიანები ვართ. კაი. ხო და ეხლა შეეხება ამ კითხვას. როდესაც მე კარგად დიდი მოჯოხებული ვიყავი, როდესაც ეს ამბავი დამემართა. ანუ
ეხლა სიტყვები რომ ვიხმარო, შემიყვარდა და გამოვა ვიღაცა და რა დროს შენი სიყვარულეო არ არის ხალხომასე, სიყვარული არის ყოველთვის. შეიძლება ადამიანს 70 წლის ასაკში შეგიყვარდეს, რა თქმა უნდა, ყველა ასაკში სხვადასხვანაირია სიყვარული, მაგაზე არ ვიდავებ და ნუ რავინ ვიდავებს, იმიტომ რომ სისულელია სულ სხვანაირი სენსაცია იქნება 20 წლის, 15 წლის ასაკში შეყვარება, 20 წლის, 40 წლის და 70 წლის. ყველა სხვადასხვანაირია. მე რაღაცა საშუალო ასაკში მომიწია სიყვარულმა. ნორმალური არც ისეთი იყო, რომ დაგეტაკოს და წაგლეკოს, არც ისეთი იყო, რომ ძალიან მდარე, არა, ნორმალური, კარგი სიყვარული მეწვია. როგორც არის. ეხლა როგორ არის საქმე? როდესაც დამელაპარაკა ფინანსატოები შეყვარებულები გავხდით, რა ვიცი ხა როგორ ვთქვი ქართულად აქ ეგრეა. რა თქმა უნდა, პირველი ვინც იყო, დედაჩემს უთხარ და ჩემ ძმას. იმიტომ რომ არც მე არ ვიყავი ის გოგო, რომ აი ხამყავდა, მერე გამეშვა, სხვა მყავდა, არასდროს არ ამყოლია. მე არ შეყვარებული, არც მეგობარი მამაკაცი, არც გოიმი, ხო იცით, აი ეგ ვიყავი, ხო და თუ გადავწყვეტავდი, რომ მამაკაცთან უნდა ვიყო, ეს იქნებოდა სერიოზული სახე ექნებოდა ამას რა, მიეცემოდა ხლა მაინდა-მაინც ერთი წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ ხელი არ აქონდა მოწერილი და დედაჩემი ძალიან განიცდი და მაგას, აი ძალიან განიცდი. არა და თვითონ ხელი რომ მოაწერეს დედაჩემმა და მამაჩემმა, ორივე მყავდით, ორივე შვილი. მაგრამ რაღაცნაირად იყო, რა ვიცი, ეთყობა არ ენდობოდა, მაიცით. ნუ ერთი წლის მერე რომ მე არ ვითხოვია, მე არაფერი არ მე მიუშვინებაზე, იმიტომ რომ მე მესმოდა ადამიანისა არ იცის ვინ ახარ, საიდან მოხვედი, ეს ერთი დედა ჩემს იცნობდა და მორჩა, მეტი არაფერი არ იცის ვინ ახარ, შენ რაც კიდე უთხარი, ესავარ, რასაც კიდე ეტყვი, ხო? მესმის ოღონდ ინოჩენტეს მოტივაცია თუ როგორა თქვა, ინოჩენტეს მიზეზი და ის იყო რომ ნანა უნდა ვიცხოვროთ. მე ვთხარ დედაჩემი წინააღმდეგია მეთქი რომ თუ არ მოვაწერთ ხელს დედაჩემი წინააღმდეგია რომ ერთად ვიცხოვროთ მეთქი და ნანა მითხრა მე ვიცი რაც არის ცოლქმრობაო. მე ვიცი გამოცდილი მაქვს ცოლი რაც არის, ოჯახი რაც არის და შენ არ გაქვს გამოცდილიო და საერთოდ შეიძლება არ მოგეწონოსო, საერთოდ შეიძლება ვერ შეეგუო მაგ მდგომარეობას და რა აზრი აქვს, ცოტა ხანი ვიცხოვროთო, არათქმულა ეს ცოტა ხანი რამდენი ხანი იყო. და გაიგებო შენცო რომ კიდა თუ არა ოჯახი, ქმარი და ასე შემდეგ. კაი. რო გავიდა ზუსტად 1 წელი და 1 თვე არა, 3 კვირა. კარგად მახსოვს. მერე მოვიდა, არ ვიცი რა მოიფიქრა, როგორ მოიფიქრა, რატო გადახარშა, საფუთები გაამზადეო. აქ ეხლა ვინც გეტყვით, რომ აი მე ხელი მოვაწერე და ასე ვარ. ეგრეიოლად არ არის, ქვეყანა საფუთები დამჭირდა საქართველოდან, ნათარგმნები, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, დაბადების მოწმობები, ნათარგმნები, დამოწმებულები ამბაშატონ საელჩოში, ჰაი და ჰუა, ეგრე არ მოხდა ერთ დღეში. და მითხრა რომ საფუთები გაამზად დედაჩემი რომ დატრიალ და გაფრინდა გეგრევი საქართველოში რომ დაეჩქარებინა საფუთები. ბეჭავი ყველაფერი დააწეს რიგა სანამ წავიდოდა, ხო და ესა გაამზადეო რა და ხელი უნდა მოვაწერო. თუ წავედით რიგში ჩავდექით, ერთი თვის მერე დაგვინიშნეს ხელის მოწერის დღე და მოვაწერეთ ხელი და პატარა რაღაცა გავაკეთეთ. მოკლედ, მაგას ახლა თავი დავანებოთ. რა ხდებოდა? დედაჩემს და ჩემს ძმას უთხარი. მე და ჩემს ძმას საერთოდ გვაქვს მთელი სიცოცხლე ძმაკაცურ, დაქალურ, მეგობრულ, ყველანაირი ურთიერთობა. სულ მთელი სიცოცხლე. მთლად კარგად არ ვიცი მიიღო თუ არა, მერე შეიძლება ჩემარ ძალმაც ჩაატარა სამუშაოები, მოკლედ და დედაჩემი იყო წინააღმდეგი. მე დაუჯექი დედაჩემს და ველაპარაკები რომ დემეთქი იცი რომ არასდროს არაფერი არ გადამიწყვეტია, არასდროს არავის წინააღმდეგ არ წავსულ ვარ, ამ ერთხელ გადავწყვიტე, თუ გამოვა და კარგი, არ გამოვა ჩემ თავს დავაბრალებ, ხო და რატო ხარ მეთქი წინააღმდეგი? მე ვთხარი, არ მოგწონს მეთქი გარე, არა რაში მაინტერესებს მე მაგის გარეგნობაო.
აბა მეუთხარი უფროსი რო არის და ამდენით უფროსი როა ჩემზე და დიდი განსხვავება გვაქვს ასაკში, მთელი სიცოცხლე იცი მეთქი რომ მე არ მომწონს პატარა ბიჭები, მე არ მომწონს ჩემი ასაკის არც ბიჭები, როცა გოგო ვიყავ და არც კიდე მამაკაცები როცა უკვე დიდი ვიყავ, არ მომწონს. ხო არიან გოგოები, ქალები რომ არ მოწონთ თავისი ასაკისა და უფროსი მამაკაცები და ეძებენ პატარას. ხო სწორია? მე არასოდეს არ მომწონდა ჩემზე პატარა ვერახვი ქვა მამაკაცად, არც ჩემი ასაკისა, ყოველთვის მთელი ცხოვრება უფრო ჩემთვის იყო მამაკაცი უფროსი. მეუთხარი, მაგიტო არ გინდა მეთქი, რომ უფროს არა არც ეგ არ მაქვს, მაგასთან პრობლემა საერთოდ არ მაქვს, რომ უფროსი არის. მეუთხარი, ხასიათით მეტნაკლებად ვიცით, რაც არის, როგორც არის, მეუთხარი, შენც იცნობ, მეც ვიცნობ, რა არ მოგწონს. არასვავს არ ეწევა, არ გამამწარებს, დედის პროშტალზე არ დამაბარებს, რა გინდა მეთქი და ბოლოს მითხრა, რომ ნანა, აქ რო უნდა დარჩეო და სახლში აღარ დაბრუნდები, აეგ არ მინდაო. მე იმ წუთში დედაჩემს გაუქიავი იტალიაში რომ მოვდიოდი, მაშინაც წინააღმდეგი იყო და მეუბნებოდა, ნანა, შენ იქ დარჩებიო და არა დედა გეფიცები არ არსებობს მეთქი რას ამობ ნუ გამაცინე რას ლაპარაკობ მეთხარი არ არსებობს მე ახლა საერთოდ არ ვფიქრობ არანაირად გათხოვებას თქო მოკლედ ახლა რა ხდება ეს ისე ფაქტებს გიყვებით და ჩემს გზნობებს მოგიყვებით გეტყვით ახლა და რა რიცით ნუ დედაჩემს უთხარი რომ ნუ რა სიზავდა მაგალითი მოუყვანე რომ ჩვენ უბანში ბებიაჩემის უბანში უფრო სწორედ ერთი ქალი კი გოგო რავი რამდენჯერ მე მყავს დანახი დიდია ჩემს ასაკის და მე უთხარი აი ის მეთქი საქართველოშია გათხოვილი არ ვიცი ხობი არა ხონში თუ მოკლედ დასავლეთში რა არ ვიცი იმერეთში გურია სად არის გათხოვილი დასავლეთ საქართველოშია გათხოვილი ხა ზუსტად ვერ გეტყვი ხო და ზუსტად წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა დედმამასთან ერთი კვირით ხოლმე ალბათ მე ვთქვა ეგ საქართველოში არის გათხოვილი და თავისუფლებთან საერთოდ მე უკვე რო ასაკში შევიდა წელიწადში ერთხელაც აღარ ჩამოდიოდა ხო და აჰა მე ვთხარი არ არის ხო კაი მაგაზე პასუხი არ იყო და რამდენიც გინდა მასეთი არის მე ვთხარი გვერდზე ქალაქში არიან გათხოვილები მაგრამ თვეები არანახულობენ მეთქი მაგ თავისუფლებს თქო ხო და ნუ მოკლედ მაგაზე ასე ისე მიხვდა რომ გადაწყვეტილება არის და აზრი აღარ აქვს და გამანება თავი მართალია რავი გამანება თავი მაგრამ არ უნდოდა ეხლა რო შემეხება მე მაგ თქვის მერეც რომ საქართველოში ვეღარ დაბრუნდები იმ პერიოდში არ მიფიქრია მაგაზე არ იმდენად ალბათ ხარ იმ შეყვარებულობის პერიოდში არის ეგ ეიფორია რომ ამ ადამიანთან გინდა ცხოვრება ერთად მე ჩვენ აქ გქონდა ძალიან ბევრი ცარიელი სახლში შემოვედით, აი ეს მაგი და ეს ჩილის ეს დივანია მოტანილი მაგის ბებიის და დანატოვარი დანარჩენი იყო ცარიელი, ხო არაფერი არ იყო სახლში, სახლი ქონდა გაქირავებული. ხო და იმ პერიოდში ხო სანამ მეც გადმოვიდოდი, მაინც მივდიოდით, მოვდიოდით, დავდიოდით მაღაზიებში, რაღაცებს ვეძებდით, მარტო ამ სურათებზე რამდენი გვაქვს ნავალი. ყველაფერს ვიძენდით, არაფერი არ იყო თავისი დედის დატოვებული თეფში და ჭიქა და ყველაფერი გადაყარა მანამდევე. ავეჯ, ყველაფერი გადაყარა. ხო და იმის თქმა მინდა რომ რაღაცნაირად იმდენად ვიყავი დაკავებული ამ ეიფორიაში, რაღაც ახალი ცხოვრების შექმნაში, რომ მაგაზე არ მიფიქრია. ტელეფონზე ტელეფონის ძარს ველოდებით საავადმყოფოებიდან. Noche. Chi era?
იყო მეთქი და კლინიკა იყო ესა კბილების ოდონტოიატრიკა ალბანეთიდან ალბანიაშიო იტალიელები ალბანიაში მიდიან რომ კბილები იაფად გაიკეთონ ხო მაგას თუ კიდათ მე გეტყვით ხო და იმის თქმა მინდა რომ მაგე ეგა არ მიფიქრია და რომ მეფიქრა მაინც არ ვიცი რას გადავწყვეტდი სულ ყოველთვის როდესაც გავთხოვდი დავარქვათ რა თუნდაც ის ერთი წელი სანამ მაინც გავთხოვდი დავარქვათ ყოველთვის ვეუბნებოდი სადაც ხმა მიმიწყდებოდა და აქაც ბევრჯერ მithქვია და ალბათ გავმეორდები რომ თუ არ გიყვარს ჯერ საერთოდ ადამიანი თუ არ გიყვარს იმასთან არ უნდა იყო არ უნდა გაყვე არ ცოლად არც დავი მეგობარ არაფრად ხო და ძალიან ბევრი ხო გარიგებითაც ცხოვრობდა და ძალიან ბევრი ხო მესჩანური გამორჩენის მიზნითაც ეხლაც ნუ რავი ნუ მეტყვის არაო ეხლაც ბევრი დაინახონ ვიღაცას ფული აქვს და ბასტა ხო და მე ყოველთვის ვამბობ ჯერ ხო საერთოდ წყვილი სიყვარული თუ არ არის არ უნდა იყოს და მერე კიდე ყველას ვეუბნებოდი უცხოელს თუ არ გიყვარს არ გაყვე იმიტომ რომ იცხოვრო მაგასთან შეგინახოს ან აღარ იმუშაო ჯერ ერთი ვინც გათხოვდა მაინც ყველა მუშაობს იშვიათია რომ არ ამუშაობდეს მაგრამ განა იმიტომ რომ იმათ ცუდი ქმრები შეხვდათ და მე კარგი არა უბრალოდ ამ გოგოებს თავისი ოჯახები და შვილები ყავთ იქ შესანახი და იტალიელი კაცი ახლა შენს გაჭამოს შეგინახოს და პლუს კიდე შენ შვილებს იქ უგზავნოს ვერ დამაჯერებთ რა ხო და იმის თქმა მინდა რომ მარტო იმის გულისთვის რომ რაღაცა ცხოვრება მოიწყო იტალიაში და რაღაცა პირობები გაიუმჯობესო არავის არ გაყვეთ ცოლად მეთქი ყველას ვეუბნებოდი მაშინ იმიტომ რომ პირველი წელი იყო ძალიან რთული მიუხედავად იმისა რომ მე ამას მანამდე 3 წელი ვიცნობდი მიუხედავად იმისა რომ 1 წელი სანამ ერთად დავცხოვრდებოდით 1 წელი უკვე როგორც შეყვარებულებს ისეთი ურთიერთობა გქონდა. ნუ მე აქ აღარ ვიყავი ქალაქ ბარში ვმუშაობდი, მაგრამ ყოველდღე მოდიოდა და მიდიოდა. ნუ მე გამოდიოდი და ხვდებოდი ცოტას გავისეირნებდით, ყავასწავლედით, განა ის კი არა რომ ხანტა რაღაც, მაგრამ რის თქმა მინდა იცით, მიუხედავად იმისა რომ ვიცნობდა გადასარევად. პირველი წელი იყო ძალიან რთული. ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერ თემაზე მე მაქვს ჩემი მენტალიტეტი, მე მაქვს ჩემი შეხედულება, მე მაქვს ჩემი ღირებულებები. ამას აქვს ყველაფერი სხვანაირი, ყველაფერი განსხვავებული. ძალიან რთული იყო. სანამ იმას მივახციეთ, ნუ ორის დასრული ვართ ახლა ახალგაზრდებთან ცოტა რთულად იქნება საქმე, იმიტომ რომ აკლიათ მოთმინებაც, რა ვიცი მე ყველაფერი, მაგრამ დასრული ადამიანები სანამ მივხვდით რომ უნდა მივიღოთ ყველაფერი ერთმანეთისა, ვაღიაროთ, პატივივცეთ და თუ არ გავხდებით ისეთი როგორიც ის მეორე ადამიანია, უბრალოდ მივიღოთ და პატივივცეთ ისეთი როგორიც არის, ხო? ჩემთვის ახლა რაღაცა ისეთი ამისთვის რომ ნორმაა და ძალიან ნორმალური ამბავია ვიღაცასთან რაღაცა და ის ნორმალურია, ჩემთვის კატასტროფაა და შეიძლება იმ ადამიანს ვერ შევხედე, ხო? და ბევრი ეგეთი წვრილმანი ცხოვრებისეული ყოველდღიურობები იყო სხვაობა, რომელიც დავალაგეთ და დაივარცხდა, მაგრამ ეს ყველაფერი დავაგდა იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა, ჩემზე მეტად შეიძლება გაუჭირდა მაგას იმიტომ რომ მე ყოველთვის ადავარ დიალოგზე მივდივარ, ანუ ყოველთვის მირჩევნია რომ ახსნა განმარტება კონდეს ყველაფერს, ყოველთვის მირჩევნია საუბარი. ამისთვის ცოტა რთული იყო, ეს ამას ჰქონდა ხასიათი რომ აი ესე იკეტებოდა თავის თავში, თვითონვე იტყოდა ხოლმე. ზღარბივი თავარ ჩავიკეტებიო და ეკლებს უშვებს, ზედაღარ შემოგხედავს. გადავაჩვიე მაგ ბუტიაოებებს. გაიბუტებოდა 1-2 დღეს, 3 დღეს, რას ქვია ეს? მე ვთხარ, არ გინდა და გავიხურავ კაც და წავ. რას ქვია, გაიბუტო, როცა გინდა გაიბუტო, კაი გოგოსავით. ამის ეთყობა ამათ რა ქვია მაგას? იტალიელებს აქვს ეგ ამბავი. ამისი დისკვარი
ვაიმე, რა დღეშია, მთელი ცხოვრება რაღა დაბერდა ქალი, რამდენი წლის არის, 77 საათი, 18-ისა, ხო და გაიბუტებოდა ქმარი და დაიჩხუბებდნენ რაღაცაზე. რამეზე იჩხუბებდნენ უაზრობაზე, რამეზე, რა ვიცი, ის თავისებს უხსენებდა, ის თავისებს უხსენებდა, დასცხებდნენ, ერთი კარგად იჩხუბებდნენ და აღარ ელაპარაკებოდა. თვითონ ქმარი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდა. 3 თვე გავიდოდა ხან ისე, რომ ერთმანეთს ხმას ეს ყოველ დღე ადგებოდა, ყოველ დილით თქე, ჩვეულებრივ ადგილს უკეთებდა, დასწრებოდა, ერთადაც მიიწვევდნენ, მაგრამ ხმას არ გასცემდა. ის რასაც დაუდგავდა, შეჭამდა რა. ის ფულს დაუტოვებდა კვირაში, ორჯერ უტოვებდა, გონი არ მახსოვს, ორ შაბათს და პარასკევს. ხო და ესა. იყვნენ ეგრე უმძრახები. საღამოთი ეს ქალი გაიხურავდა კარს, ქალი ჩემული გაიხურავდა კარს ეკლესიაში წავიდა და საჭორაოდ ის იჯდა ტელევიზორთან. ის თავისთვის დადიოდა დილით, ის თავისთვის მე გარ შემიძლია. ეგეთი რამე არ შემიძლია მე ადამიანს თუ დავეუმძრახე, საერთოდ გადავკეტავ და მოვიშორებ. ეგეთი რამე რა, სად შემიძლია დავეუმძრახე, მე გამიღე, მე შემიძლია ადარი ეგა. ხო და ეს მაგ ამბავს თლა გადავაჩვიე. თლად. ეხლა იცის რომ მაშინვე არ ახდება და ოღონდ მაგაში მეც წავედი თანხმად როგორ ვთქვა დათმობაზე რომ სიტყვაზე დღეს რამე მეწყინა ამ ცხელ გულზე მე არც არ ვეტყვი მაგრამ არც იმას არ გადავყლაპავ ხვალე არა ზეგ გავმართავ გავხსნი ისევ მაგ თემას და ვეტყვი რომ მე მართალი ვიყავი შენ არ იყავი მართალი და აღიარებს უნდა არ უნდა იმიტომ რომ როდესაც ხარ როდესაც ტყუი ხარ მე პირველი ვარ რომ აღიარებ რომ ტყუი ვარ ხო და ეგ მიხვდა ეხლა მიეჩვია ამასაც მოწონს ეგა ძალიან მოეწონა ეგ ამბავი იძახის რომ თლიანად ვერ შემცვლიო ალბათო ვერაო მაგრამ ძალიან დიდი ძვრები და დიდი გადაკეთებები გამოგივიდაო რომ შემცვალეო ხო ეხლა მიუბრუნდეთ ისევ სამშობლოს ნოსტალგიას იმ წუთში მაგაზე როგორ არ მიფიქრიაო ეხლა ეგ არ არის, მაგრამ ალბათ ვიფიქრე რომ ჩავალ ხოლმე და ჩამოვალ, წავალ, მოვალ, რა ვიცი აბა, ალბათ ესე ვიფიქრე. და ალბათ ეხლა თელ ჩემ ამ გათხოვების საკითხში ყველაზე დიდი მინუსი და სანანებელი არის ეგა, რომ სამშობლოს მოწყდები. კი ბატონო უკეთ ცხოვრობ თუ ის უბედურება დაგემართა რომ ვერა ცხოვრობ იმ ადამიანთან და ცუდად ახარ და მატერიალურად არ ავსაუბრობ ხალხო მატერიალური არ მაქვს ხედველობაში მე ოღონდ კარგად ვიყო ადამიანთან და პური და პამიდორი, პური და წყალი, რა გინდა პური და ხახუსაც კარგად შევჭამ. ეგ არა. ჩემთვის ეგ არ არის. შეიძლება ზოგისთვის ეგ არის მთავარი რომ ჯანდაბას თუ გინდა მაგინოს და თუ გინდა ამირწყას და თუ გინდა გამებუტოს მაგრამ მიყიდოს და მომიტანოს და ჩამაცვას და დამახუროს და ჯანდაბას იყოს გაბუტული არის ეგეთი ადამიანები მე არა ვარ მასეთი მე არ ვამბობ რომ მე ვარ კარგი ან სხვა კარგი და მე ცუდი არა უბრალოდ სხვადასხვა კატეგორია ადამიანები ვართ ხო მე ისა ვარ რომ ოღონდაც მე კარგად ვიყო დასვენებული ნერვებით აი მე არა მაქვს იმისი ის რომ ვაიმე აი მიზეს მომიდეს და შარს ან ცუდად შემომხედავს და რაც მთავარია ყოველთვის გაგზნობინოს რომ ის კი არა რომ შენ ახარ პრინცესა და ლამაზი არა მაგისტვის ახარ ლამაზი აი ეგ არის ძალიან დასაფო გოში ეხლა რაზე მოვაყოლე უკვე ეხლა ჩვენ უკვე აღარც ლამაზეს დავდებთ და აღარც აღარაფერს რაღა დროს ჩვენი ეგენია მაგრამ გუშინ წინ ნიღაბი წავისვი მასკა რა ქვია არ ვიცი ნიღაბი რომელიც უნდა გაშლეს და მე უნდა აიცვა აიფხრიწო როგორც დამწვარი კანი ეგრე უნდა აი და მე კიდე ესა ხაჯირო ვარ და ხო იცი მე რა აფერი არ ვიცი რა და ესა ბევრი წავისვი და აღარ აშრებოდა და აღარ გავედი დავჯიქი სამსახურში მიყურდა რა არის მოთხარ და გადავწყვიტე მეთქი რომ ლამაზი ვიყო და რა აქამდე არ იყავი ლამაზიო მე ვიცი რომ არც ლამაზი არა ვარ არც აქამდე არ ვიყავი არც არასდროს ლამაზი და
მე ვიცი რომ მაგარაც იცის რა დონეზე ვარ მე შესახედი და რა არა მაგრამ რო გეტყვის იმას რომ გასიამოვნოს კომპლიმენტი გითხრას უბრალოდ რა ისე გესიამოვნება თორე განა იმის ილუზია მაქვს მე რომ ჰა და არიქა და ესა არა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვაფასებ მაგას მე წვილში ასე რომ თუ რამეზე რომ შეიძლება რომ ვინანო რატო გავთხოვდი მეთქი ალბათ ეგ იქნება რომ სამშობლოს მოშორდი მე თავს ვიწყნარებ რამდენია მასეთი და რამდენი შემთხვევა და ეხლა მით უმეტეს ქვეყანა არის ქვეყანა თხოვდება საზღვარგარეთ ზოგი ამერიკაში ზოგი რავი სადაც გინდა ყველა ქვეყანაში ხო და მარტო მე არა ვარ გამონაკლისი მაგრამ მე მაქვს ძალიან ბევრი არის რომ არ აქვს ნოსტალგია მე არ ვიცი როგორ არის მაგრამ არიან ესეთები არა იმიტომ გათხოვილებიც არ არიან აი აქ რომ მუშაობენ ძალიან ბევრი TikTok-ზე ვხედავ სხვასაც უნდა ვნახო ძალიან კარგად არიან იმ სამშობლოს გარეშე მე არა ინოჩენტეს ვეუბნები რომ ახლა ვერ უხსნი ახლა ვარდისუბნის გადასახვას რანაირად აუხსნა მაგრამ ვეუბნები რომ აი თელავიდან რომ ახმედისკენ მოვბრუნდებით უკვე სხვა ჰაერია მეთქი ვეუბნები რომ მესმისო მეუბნება მესმისო მე აი დღეს ფიქრიასაც მივწერე ქართულ ციკლას რომ ვუყურებ ტირი ვარ დაისის მუსიკას შემიძლია ვუსმინო 24 საათი ქართულ ციკლას აი გეფი ის კი არა ეხლა არავინ არ მითხრათ რა ეს თანამედროვე გადაკეთებული კი ლამაზია კარგი თანამედროვე ბალეტია გეთანხმებით განა არ მომწონს ეს უხიჩულებზე მაქვს საუბარი და კიდე მაგნაირ თუ ვინმე ანსამბლები თანამედროვე მესმის მაგრამ ეგ ჩემთვის არ არის ქართული სულის მატარებელი ეგ არის კარგი მასე შემიძლია მე ირლანდიურ ციკლებს უყურო და ძალიან მომწონს ხო რაღაცა სხვა ქვეყნების ციკლებს უყურო და მომწონს მაგრამ ის რომ ქართული სული დავინახო ეგ სხვა რამეა ხო და აი მე რო ესეთი ძალიან ამაქვს გაჟღენთილი არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ რომ პირველად რო წავედი სახლიდან 17 წლისა ვიყავი რუსეთში რო წავედი და მაშინ ძალიან დიდი ტრამვა მივიღე ძალიან დაღი დამასვა მაგრამ ხო და ეს მეორეთ უკვე ნამეტანი მომივიდა არ ვიცი ალბათ და ზოგს მაგალითად არ უნდა ისინი საქართველოს და ამბობს რომ აი გადასარევად არის აქ და საერთოდ არ უნდა იმ ქვეყანაში სამშობლოში მე ძალიან მინდა მე რა თქმა უნდა ახლა თავს არ დავარებებ და არც დარწავალ ეგ რა ის იქნება მაგ ჩემი ქალობა მაგრამ ინოჩენტე ყოველთვის მეუბნება ხა მაგაზე არავინ არ იცის ვინ წინ წავა ვინ წინ მოკვდება ვინვის მიეწევა და ვინვის მერე წავა ეგ ისეთ დონეზეა რა და ინოჩენტე მეუბნება რომ ნანა მე რომ მოვკვდები შენ გაყიდე ყველაფერი და წადი მაგრამ მე მაგასაც არ გავაკეთებ ალბათ კი არ გავაკეთებ იმიტომ რომ არც მკვდარს არ დავტოვებ თუ მე დავრჩები და თუ მე მოვკვდები წი რაც უნდა ის უკნი აღარა მაქვს ჯაური ასე რომ არ ვიცი იმ დროს სიღრმისეულად არ მიფიქრია მაგაზე უფრო სწორედ ძალიან კარგად მიფიქრია ის რომ ვარდისფერებში ყველაფერი მაშინ როდესაც თხოვდები უცხოელზე ფიქრობ დედა რა კარგია აქ ვიცხოვრებ კარგად შედირად წავალ ხოლმე ჩემ ქვეყანაში წელიწადში ორჯერ თუ არა ყოველ წელს ერთხელ მაინც ჩავალ ხოლმე ასე ვიზა ყოველ შემთხვევაში მასე მქონდა გადაწყვეტილი რომ დედაჩემი რო ყოფილიყო რა თქმა უნდა წავიდოდი ხოლმე რა თქმა უნდა მაგრამ ცხოვრება როგორ რას მოატრიალებს ერთი პიროვნება არ არის ჩემთვის როგორ გითხრათ პატივსაცემი მე არ მოწონს არც მამაკაცი არ დავასახელებ და მაგან თქვა რომ მაგაში კი დავეთანხმე არა დავეთანხმე რა დონეზე იცი იმიტომ რომ მე გული გავიკეთე რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადეო თავარი არის რომ სად მოკვდებიო ისა გულისხმობდა რომ
აი თუ ღარიბი სადღაცა სოფელში დაიბადე და მე ცხოვრებაში ისე მიაღწიე და წინ წახვედი და რაღაცა რომ რაღაცა კაი ადგილზე და კაი იმაზე კაი ქონებ ცხოვრებით და კარგ წისვლა გქონდა და იქ მოკვდის რაღაცა კარგ ადგილზე კარგი ადგილი რასაქვია არ ვიცი სიტყვაზე რაღაც პატარა სოფლიდან დიდ ქალაქში ალბათ გადახვედი არ ვიცი ხო და აი იტალიელები მაგალითად ამბობენ რომ იციო სად დაიბადეო ამათ სხვა მხრივ ამბობენ ის იციო სად დაიბადეო მაგრამ სად მოკვდები ეგ არ იციო ეგ მართალია არავინ არ იცის არ დედაჩემს არ იცოდა და არ ეგონა რომ აქ მოუწევდა სიკვდილი მაგრამ არავინ არ ვიცით არაფერი იმიტომ არის რომ არაფერი არ უნდა თქვა წინასწარ და მე ამას არ ვიზავ და მე ეგ არ დამემართება ეგეთი რამე არ უნდა თქვა რა შანსი არ არის წარმოდგენა არ აქვს ან რა დაგემართება ან რას გააკეთებ და ან როგორ მოიქცევი არ ვიცი ასე რომ მე ნოსტალგია ძალიან ამკლავს ხალხო ვაღიარებ თქვენ არ იცით თუნდაც გუში კიტრი და თუშური ყველს ჭამდი ნინო კი დამცინოდა კიტრი და თუში იმიტომ რომ ეს იყო სახლში ჩემი საყვარელი კვირა დღეს ხოლმე კვირა დღეს დედაჩემი ბაზარში წავიდოდა და ჩემი საკვები იყო ხოლმე ბოლოკი კიტრი და ყველი და მე ძალიან მიყო ჩემი ძმა დამცინოდა მე პლებეი ხალხი მიაყოლეო ჩემი ძმა სხვანაირია ხო და მოკლედ და ეს როგორ გითხრათ არ ვიცი აი ამ ელემენტარული რაღაცა სუნელი რო ჩამომივა აი ეგეთი საქართველოდან ხო როგორ გითხრათ არ ვიცი იქავარ იმ წარსულში ვარ მე ის რაღაცა მომენტები რაღაცა წუთები რაღაცა პერიოდი ვარ წარსულში და მე მაგალითად ძალიან ამაქვს ნოსტალგია მე არ მესმის ვისაც არა აქ ეგა და ვინც კარგად არის სხვა ქვეყანაში ხო მამანაც სასაღებად რო ვიყავით გუშინ ეხლა მაგასაც ვიტყვი და მორჩები რა არ ვიცი რამდენად გიპასუხეთ უბრალოდ მე მჭირდებოდა ეს საუბარი ალბათ და ჩემი გულის ნადებია მოვიღე ცოტა არ იყოს რა ვიცი გუში რო ამანაც სასაღებად ვიყავი რიგში ვიდექი და ნუ იმას ველოდებოდი ვინც მჭირდებოდა და ორნი მუშაობდნენ რა და საკმაოდ ბევრი ადამიანები გავუშვი ხო და ქალები მოდიოდნენ დილა იყო ხუთშაბათი დილა მეოთხარი ინოჩენტეს მალევე წავიდეთ ადრე თორე დღეს ხუთშაბათია და იმდენი ამბავი დადგება უკვე რომ 9 საათის მერე 10-სკენ უკვე ყველა ბარშია რომ ფული გაგზავნოთ ხო და მოდიოდა ქალები მოდიოდნენ ფულის გასაგზავნად ჩემ წინ იდგა გოგო არ ვიცი საიდან იყო არ ვიცი სადაური იყო ახალგაზრდა გოგო რა ვიცი 30 წლისა იქნებოდა 35-მდე არც ხო და საქართველოში არ აგზავნიდა ფულს სხვა ქვეყანაში გზავნიდა ესე იგი ქმარი ალბათ იმ ქვეყანაშია არ ამუშაობს და ეს აქედან იქ ინახავს რის თქმა მინდა აი რომ მან ოჯახის წევრები ვინც ახართ და თუ მიყურებთ ემიგრანტების ოჯახის წევრებს მოგმართავთ აი სუთითის ქნევით და მუშტის ბრახუნით ცოტა ნამუსი აღარ მაქვს საუბარი და სინდისე ცოტა სიყვარული გამოიჩინეთ და ყურადღება ამ თქვენი ემიგრანტების დედებია თუ ბებიებია თუ ვისიც არის მიმართ და რატომ ისე შემძრად ცუდად გავხდი ამ გოგოს უნდა გადაეხადა ნუ გზავნიდა 500 ევროს და საკომისიო უნდა გადაეხადა და საკომისიოზე ნუ 90 რაც ეგონა იმაზე 90 ჩენტეზით მეტი იყო გადასახდები მოკრიფა ხურდები ხა მწხვენია რა გავაკეთო არა და თავზე ვადგევარ უკან ვადგევარ და მოკრიფა ხურდები მოკრიფა და მოაკოწიწა 60 ჩენტეზი და 30 ჩენტეზი აკლდება ჩენტეზია თუ კაპიკია თუ რაც არის ხო გავიდა კარებში ვიღაცას ეძახის გარეთ ის არ აქცევს იქიდან ყურადღებას ვინც არ ესმოდა თუ რა ვიცი იქით ხმაური იყო ისეთი ადგილია თან ვაგზალთან ახლო ხო და
რომ შემოbrუნდა, ნუ არა აქვს 30 კაპიკი. საფულეში დავინახე, რომ არაფერი არა აქვს. ნუ ბილეთი თუ აიღო თუ ბარში მუშაობდა არ ვიცი და თუ საიდანმე მოვიდა ბილეთს ვიღებდით ხოლმე წაადი მოდის ერთად რა გადაიღდი და მორჩა. მერე შეიძლება უკაპიკოდ წახვიდე და მთელი დღე უკაპიკოდ იარო, რომ ერთი ყლუპი ვერაფერი ვერ დალიო, ხო და ამოვიღე და მე ვთხარი შეიძლება მეთქი რომ დაგიმატო ხურდები და ვაიმე არა მაგ ხურდები მეთქი აი ხაზი გაუსვი რომ ისა ხურდები რა არაფერი არ არის და მაგ ხურდები მეთქი ისაკენი და აიღო ამოვიღე რა ისა ხურდები და ისა აიღო და ისა დაამატა და რომ ისა მობრუნდა მერე და მერე დაგიბრუნებთ ვაიმე არა კაი რა მეთქი არა რას ლაპარაკობ მეთქი ახლა რას ისე მომინდა რომ მიმეცა რამე ცოტა ფული ხალხო 1-20 евро მე არ ვამბობ რომ აი მე რამდენს მივცე ისე მომინდა რომ მიმეცა და ვერ გავბედე იმიტომ რომ შეიძლებოდა რომ დამემცირებინა ან შეურაცხყოფა მიმეყენებინა ან რა ვიცი ცუდად მიეღო ხო უბრალოდ მინდოდა რომ მიმეცა რომ აი დღეს სადმე კაფეში შედი ხო და ვერ გავბედე და ისეთი ცუდად ვიყავი რომ ვერ გეტყვით. ეხლა ისინიც რა ვიცი ქართველები არიან ის ოფისის ხალხი და არ უთხრეს რომ არა უშავრა 30 კაპიკიო ან შეიძლება ეთქვა რომ მე შემოგაწვდითო რა ვიცი არ ვიცი მაინც კი უგზავნი და ის არ არის ცუდი ადამიანი კარგი კაცია. ხო და ესა რის თქვა მინდა მაგას თავი დავანებოთ განა იმას ვამბობ რომ მე არის ქადა 30 კაპიკი ვიღაცას მივეცი არა ადამიანები აქ არიან და ეხლა ეგა შეიძლება ხელფასამდე დღეს რა რიცხვი იყო გუშინ ეხლა აიღო ხელფასი ხო გაგზავნა და თვის ბოლომდე კაპიკი აღარ აქვს ბევრი მოდიოდა და იხდიდა პირდაპირ ბანკისას იქით მეორე იმაში დავინახე რომ ხალი პირდაპირ ბანკში გზავნიდა რა ხო და რის თქვა მინდა იმას მთელი ისა რა ქვია თვე აღარ ექნება ფული და შეიძლება კიდე დაურეკონ რომ არიქა ფული გვინდა აი გჭირდებაო ესა გჭირდება ექიმი გვინდა ექიმი გვინდა ვიღაცა ცუდად გავხდით ან რაღაცაო და უნდა გავარდეს და ისე ხოს და თვითონ არაფერი კაპიკი არ შეიძლება რომ მოიტოვოს არიან ისეთები რომლებიც მარტო თავის თავზე ფიქრობენ არ აინტერესებთ არ ჩემი დედა არ ჩემი მამა და არ ჩემი არავინ შვილები ვინც აყავს შვილებს მაინც უგზავნიან მაგრამ არიან ისეთები რომლებიც მარტო მე ეგეთებიც არიან მაგრამ უმეტესობა 90% აი ეს ქალები ვინც აქ მუშაობენ გზავნიან ბოლო კაპიკამდე თუ ვინმე ეწევა ის მოწევის ფული უნდა დაიტოვოს და მორჩა მეტი არაფერი იმიტომ რომ იმას აბა რაც იზა უნდა მოწიო ხო და რის თქვა მინდა აი ეს არ არის ისაცოდაობა იქიდან რა კარგათა ჩანსა ის იქ არის და ნეტა შენ და ევროპაში ხარ და შენ იქ ხარ და ის თქვენ რა გიჭირთ იქ ყავთ ვინმე და აბა ეს ვინც აქ არის იკითხე როგორ არის ხელფასს რო აიღებ და გაგზავნი ყველა მე კიდე იმდენი ვალები მქონდა ხელფასს რო ვიღებდი სულ ყველა პროცენტში ვარიგებდი თქვენ არიცით რეები მაგ გამოვლით ხო და წამალი რო დაგჭირდეს წამალი იმას ვერ იყიდი შენთვის შეიძლება არ გქონდეს ფული და სულ ვიღაცასთან უნდა ისესხო არ არის ადვილი აქ არც ცხოვრება არც მუშაობა არც არაფერი და აი მე ისეთი კარგად ვარ და ჩემნებაზე ვარ ვინ ახარ შენებაზე არავინ და რა ხარ აქ შენებაზე არა მე არა ვარ ჩემნებაზე ხო და ეგ მინდოდა მეთქვა რომ თუ ვინმე მიყურებთ ეს ემიგრანტების ოჯახები ცოტათი მოეფერეთ არ ვიტყვი რომ წაიყვანეთ და ვიცი რაც ახდება და როგორც ახდება და გაჭირება და ყველაფერი მესმის ჯერ ერთი ყველამ უნდა აწიოს ერთი ადგილი და თავის ოჯახს თვითონ უნდა მიხედოს ეგ ერთი მეორე კიდე უბრალოდ აი აგრძნობინეთ რომ მენატრები მიყვარხარ რა ვიცი როგორ ახარ კარგი სიტყვები უთხართ მოეფერეთ ადრე ხო გითხარით ერთი თელაველი გოგო იყო და ქმარი არ ყავდა და ორი შვილი და ბილეთი ავიღეო და ჩემ შვილებს 2 წელი 3 წლის მერე და ჩემ შვილებს დაურეკეო და უთხარიო რომ მოვდივარო დედიო ერთი თვითო თუ ორი თვით რა არ მახსოვს მოვდივარო და აი
ვაიმე დედა მე ჩვენ რა გვეშველებაო გაიგე განა დედის ნახვა გვინდაო გაცნობებული იყო ქალი გოგო ახალგაზრდა გოგო იყო პირველი მეორე კურსის სტუდენტები ყავდა თუ სკოლის მოსწავლე არ ვაიმე დედა მე ჩვენ რა გვეშველებაო ფული რა გვეშველებაო აი სადამდე მივდივართ არ არის ეს კარგი მე არავის მორალს არ უკითხავ ღმერთმა დამიფაროს არა მაქვს არანაირი უფლება არც მორალური არც ფიზიკური არანაირი უფლება არ მაქვს ვინმეს მორალი წაუკითხო მაგრამ ფაქტებს გეუბნებით ფაქტებს ასე რომ არ არის ადვილი არც ემიგრანტობა არც უცხოელზე გათხოვება არ არის ადვილი ჯობია რომ აი რა კაია ჭკვიანი ერთი კარგი ახლობელი გოგო აქ გავიცანი და მეგობრობდით რა წლები არ მინახია მილანშია იმან მითხრა რათ მინდაო არ მინდა მე უცხოელი ქმარიო მეო ჩემ ქმართან ერთათო ფეოლას თუ არ უყურეო ქართულ გებაზეო კულტურაზე და ლიტერატურაზე თუ არ ვესაუბრეო და ქართულ იმაზეო თუ არ გავაგებინეო და ისა არ მინდა მეგეთ და რა მართალი იყავი ინგა რა მართალი იყავი მაგრამ მეორე მხრივ გადავაბრუნოთ ახლა მედალი ჩემი სიტუაცია თქვათ გადავაბრუნოთ ეს ჩემი მედალი და თქვათ ეს ყველაფერი კაი მაგრამ კარგი ქმარი მყავს ყურადღებიანი ადამიანი კარგი ადამიანია ადამიანური ადამიანია ნორმალური კარგი ხასიათებისა ყველას აქვს ხალხო მეც ამაქვს მძიმე მხარე ხასიათებისა ამასაც აქვს ორივე ერთმანეთს ვუძლებთ ვაბალანსებთ და ასე შემდეგ მაგრამ თლიანობაში გვერდით მყავს ადამიანი კი შეიძლებოდა მეცხოვრა საქართველოში მაგრამ მარტო გდებულიყავი სახლში ან რა ვიცი რა ვის რა უწერია და ვის რა მოელოდება არ ვიცით ასე რომ კმაყოფილდები და ღმერთსმადლობა იმისა რაც მაქვს და როგორც ვარ ჩემი სამშობლო ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის მენატრება არ არსებობს ეგ არ გამივლის და არ ამჯერა რომ ვინმეს ან გაუაროს თუ გაქვს თუ არა გაქვს და მორჩა არა გაქვს არც იქ რო იყავი მაშინ არ გიყვარდა არც ეხლა და რავი არ ვიცი არ მესმის მაგ ადამიანების ვერ გეტყვით რა ხო და ასე მე ალბათ ძალიან დიდი სიყვარული ალბათ აღზრდა მქონდა ისეთი რომ ძალიან პატრიოტიზმი ძალიან დიდი დოზით მქონდა ეხლა გაუფასურდა ყველა ეგ სიტყვები და აღარა აქ აღარაფერს ფასი და მადლი გლობალიზაცია წამოვიდა ახალ თაობას აღარ ესმის ეს სამშობლო და ჰაი და ჰოა ხო ხედავთ რა ხდება მე სხვა ჩამოსხმის ხალხი ვართ რა როდესაც ჩვენ გადავშენდებით ნოსტალგიის გრძნობაც გადაშენდება ასე ჩემო კარგებო არ ვიცი რამდენად გადმოვეცილი ის თქმაც მინდოდა ცოტა ყველაფერზე მოგიყევით. წავედი ახლა მე როგორც ყოველთვის გამიგრძელდება ხოლმე ვიდეო, მაგრამ რა ვქნა, ბაჰა, ეგეთი ვარ და ახლა მომკალით თუ გინდა. კაჩალიო, ხო იცით თქვენა? ჯერ თავს არ დაიფხანსო და თუ დაიფხანა სისხლს დაიდენსო. მეც ეგრე ვარ, ჯერ არ მოვალ საერთოდ და ვერ თუ მოვალ ხოლმე წასვლა აღარ მეგება რომ მორჩე ვიდეო. წავედი, ინოჩეტეს სიმღერას მოусმინეთ. მომდევნო სიმღერა იქნება ლელას ბიჭინიკას ზაკაზი. და მომდევნო სიმღერა იქ მიეძღვნება ლელას. შეკვეთა მიღებულია. ყველას მოგეწონებათ. ასე რომ ასე იქნება. გააკეთებს ლელა სიმღერას და იქნება ჯერ არა აქვს მომზადებული, მაგრამ მოამზადებს. ასე, გუში რა ვიცი, გუში საღამოთ იყო წასული და თქვა 4 სიმღერა გავაკეთეო და ერთი ისეთი გააკეთა ხალხო. ვაიმე, ფალცეტოა. არ ვიცი როგორ გითხრათ, წვრილი ხმით. ქართულად ფალცეტოს რა ქვია, არ ვიცი. მე ვთხარ, ამას არავინ არ დაგიჯერებს, რომ შენ აგაქნა მღერი და პირდაპირში ვიმღერებო. ასე რომ წავედი. იასვისოთ. ეგ მამცაუბალბაო, ხო იცით თქვენ, სად არის ეგა? იმაში, ლონდრეში, ეს არის იგაც შენ. ეს არის მამაო, ეს მამცაუბალბაო. ხო და მეც ეგრე გამოვიდა რა, ეს მამცაუბალბა. წავედი ხალხო, კოცნით, გეხოვით, გეფერებით. მე კარგად ვისიამოვნე ყავა და იგი
ყველი და კეცზე როგორც კი გავაკეთებ, ალბათ კვირას, არ ვიცი, ვნახოთ რა. ისა უთქვენოთ არ იქნება გვაჩვენებთ აუცილებლად გაჩვენებთ აუცილებლად იმას ვიზავ ვიდეოს გადავიღებ და თქვენთან ერთად მივირთმევ და დავაგემოვნებ კეცზე დაკრულ ნეშოს ფოთოლში ჭადებს და ყველი იცოცხლე კიდე რა უნდა მეთქვა რაღაცა მე ეხლა ენაზე წამომაგონდა და გამომვარდა თავიდან ისევლე. არა და რაღაცა უნდა მეთქვა, რავი არ ვიცი. ჭადებზე ვაბობდი და დამავიწყდა. რაც არის ეგარი ხალხო, ამიტანით გაუძელით. ოდა ეგრე ადენანა ებაბღე სანამ ზივარ არაფერი არ მდგები ხარ ვადგები მუხლის გასწორება არის ვაიმე მე რო ჯოხით აღარ ვივლი ხალხო მე რო ჯოხით აღარ ვივლი ხო რას მიქვია კიბო საერთოდ არ მაინტერესებს აი აბა სადა რა ვფიქრობ სადა მაგ კიბო არ მაინტერესებს ოხონდეს ჯოხი მომაშორა და ეს მუხლი აღარ მткиოდეს რა მეტი არაფერი არ მინდა ხოდა მაგას მივახციო როგორ ნუ იქნება მაგრამ აი დროში რო იწელება ეგ არის საქმე წავედი არ მახსოვს ფიქრობდი რომ იქნება გამახსენდეს მეთქი და არ მომახსენდა წავედი აბაჰე და აბაჰო მომახსენდება და აქ არავა არ მოვალ არა და რაღაც ხა უნდა მეთქვა კვირა დღე რო ვახსენე მაგაზე და არ მახსოვს ეს სიბერე ვეგეციცის აბაჰე და აბაჰო ხალხო